რუსეთი ამტკიცებს, რომ წარმატებით გამოსცადა ახალი ატომური ძრავით აღჭურვილი და ბირთვული ქმედების მქონე წყალქვეშა დრონი, რომელიც ცნობილია როგორც პოსეიდონი. ვლადიმერ პუტინი მას ახლა მოიხსენიებს იარაღად, რომლის ჩაჭრას შეუძლებელია და დასძენს, რომ იარაღს განკითხვის დღის მანქანა შეარქვეს. მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს შეხვდა, მან იარაღის შესაძლებლობებზე ისაუბრა. ეს პატარა ბირთვული ძრავია. ატომური წყალქვეშა ნავის რეაქტორთან შედარებით მისი სიმძლავრე 1000-ჯერ ნაკლებია, თუმცა ეს მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რომ ჩვეულებრივი ბირთვული რეაქტორების ამუშავებას საათები, დღეები ან კვირები სჭირდება. ამ რეაქტორის ამუშავება კი შესაძლებელია წუთებში ან წამებში. ჩვენ შევძლებთ ამ ტექნოლოგიის სამოქალაქო ეკონომიკაში გამოყენებას. მომავალში მისი გამოყენება შესაძლებელია არქტიკის ენერგომომარაგებისთვის. სინამდვილეში რაკეტაში გამოყენებული რადიაციაზე მდგრადი ელექტრონიკა უკვე გამოიყენება კოსმოსურ პროგრამებში, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის სექტორის წინსვლა. ეს გარღვევა იქნება როგორც მეცნიერებაში, ისე სამოქალაქო ეკონომიკაში. სამხედრო მეთაურები არ უშლიან ხელს, რომ ალყაში მყოფ ტერიტორიებზე უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტები მოინახულონ და საკუთარი თვალით ნახონ რა ხდება იქ და რა მდგომარეობაში არიან ალყაში მოქცეული უკრაინელი ჯარისკაცები. მათი მიზანია უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შეძლოს მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მოქალაქეების და ჯარისკაცების ბედთან დაკავშირებით, როგორც ეს ადრე მოხდა აზოვსტალში. ბოლო დღეებია რუსეთი უფრო და უფრო ამკაცრებს ბირთვულ რიტორიკას. 3 დღის წინ რუსეთმა ჩაატარა წვრთნები ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტა ბურევესტნიკით, რომელსაც როგორც მოსკოვში ამტკიცებენ, თურმე ანალოგი არ ჰყავს და თურმე მთელი დედამიწის შემოფრენა შეუძლია. ეს ხდება იმის ფონზე, როდესაც იზრდება ზეწოლა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოსკოვმა დაასრულოს ომი უკრაინაში. ხოლო ევროპის ქვეყნები ღიად აცხადებენ, რომ აძლიერებენ თავდაცვის შესაძლებლობებს. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა მოსკოვში ახსენა, რომ შტატებს რუსეთის მახლობლად ბირთვული წყალქვეშა ნავები ყავს განლაგებული. ახლა კი დონალდ ტრამპი ავალებს ომის დეპარტამენტს, რომ დაიწყოს ამერიკული ბირთვული იარაღის გამოცდა. შეერთებულ შტატებს ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი ბირთვული იარაღი აქვს. ეს მიღწეული იქნა მათ შორის არსებული იარაღის სრული განახლებით, რაც ჩემი პირველი ვადის განმავლობაში მოხდა. უზარმაზარი დამანგრეველი ძალის გამო მე არ მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ არჩევანი არ მაქვს. რუსეთი მეორე ადგილზეა, ხოლო ჩინეთი შორს მესამეზე, მაგრამ 5 წელიწადში მიაღწევს წარმატებას. სხვა ქვეყნების მიერ პროგრამების ტესტირების გამო მე დავავალე ომის დეპარტამენტს დაიწყოს ჩვენი ბირთვული იარაღის ტესტირება თანაბარ საფუძვლებზე. ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. მადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის. მიუხედავად პოტენციალისა, გაურკვეველია თუ რეალურად რა ოპერატიული შესაძლებლობები აქვს რუსეთის მიერ ბოლო დღეებში გამოცდილ ბირთვულ იარაღს. თუმცა ერთი რამ ცხადია, რუსეთი უფრო და უფრო ამწვავებს ბირთვულ რიტორიკას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პუტინის შესაძლოა ომის ესკალაციისთვის ემზადებოდეს.